დღეს იყო სახარება წაკითხული, ზაქეს სახარება, ბეჯოგას მოსველი ამ სახარების გამარტება, როცა მოძღვრები სახს ვაკურთხებთ ხოლმე, სახს კურთხევისას ეს სახარება იკითხება, რომ მაცხოვარი ზაქესთან მივიდა სახში სტუმრად. ვინ არის ზაქე? ზაქე წარმოვიდგინე როგორია ზაქე, რომ იმდენად უნდა მაცხოვრის ნახვა, იმდენად უნდა რომ თვითონ დაბალი იყო ტანადო, არ მომორჩილი ტანად იყო და ხეზე ავიდა ზევიდან და იქიდან უყურებდა მაცხოვარს. უბრალოდ აენახა, არც ფიქრობდა ზაქე რომ მის სახში მივიდა სტუმრად მაცხოვარია, მას არ ფიქრობდა. არც სრულიდა საკუთარ თავს ესე რომ მის სახში შეიძლება მაცხოვარი შესულიყო, იმიტომ რომ თვითონ მებაჟე იყო, გადასახადების სამკრეფი იყო და ვერც კი წარმოუდგენა რომ მის სახში ღმერთი მივიდოდა, ანუ მას სახში ღმერთი ესტუმრებოდა. ამიტომ ესე უბრალოდ უნდა რომ დაენახა, მაგრამ ეგთან დაუძახა და მე მაცხოვარი მასთან სახში მიდის სტუმრად. ადამიანი რომელიც სოდვაშია და სიბუწეშია და არაწმინდებაშია, ძალიან ბევრი ადამიანი ამ სოდვის გამო კარგავს ხოლმე იმის, სასვარკვეთილებაში ვარდება ადამიანი და ეს თამამესამოს რომ მე აწი აღარაფერი აღარ მეშველებ. მე იმდენად სოდვილი ვარ რომ ჩემთან ღმერთს რა უნდა. მე ჩემში ღმერთი როგორ უნდა დამკვიდრეს, ჩემში ღმერთი როგორ უნდა შემოვიდეს. მე ესეთი ვინძური ვარ და სოდვებში ვარ რომ ჩემთან ღმერთს ადგილი არ აქვს. ვერ მოვა ღმერთი ჩემთან. ზაქეც ესე ფიქრობდა, მაგრამ ნახეთ ღმერთი როგორია, შენ თუ გულწრფელად ღმერთი გინდა და შენ თუ გულწრფელად ღმერთთან გინდა, ღმერთი მზად არის რომ შენ გესტუმროს და შენში ღმერთი შემოვიდეს. როგორც ზაქესთან მივიდა ღმერთი, ისე ღმერთი მზად არის შენთანაც მოვიდეს. მაგრამ ნახეთ, როდესაც მის სახლში ღმერთი შედის, როდესაც ზაქესთან ღმერთი შედის, ზაქე რას ამბობს? ზაქე ამბობს საოცარ ამეს. აი ისაც მე წამწოდებით მოპოვებული მქონდა და ის წოდები, რაც მე მოვიპოვე ამ წოდები და წოდება რაც მე მომიტანა, მე ყველა მზადაო რომ ეს ყველაფერი ჩემგან გაუშვა, ანუ ყველაფერი მოვიშორო. ყველაფერი ორმაგად მოვიშორო. არა თუ ერთმაგად, ორმაგად მოვიშორო ჩემგან ეს ყველაფერი. კრიფავდი ამ ხალხს ორმაგად შემილეს ყველაფერი დავანაწილო. ოღონდ ამ ყველაფრისგან გამანთავისუფლე. როგორც კი ადამიანს ღმერთის მადლი ეხება და როგორც კი ადამიანში ღმერთი შედის, ის იწუჩივე აცნობიერებს რომ მას უკვე ცოდვასთან შეხება აღარ უნდა. მას ცოდვა აღარ უნდა. ის ცოდვისგან იმწუჩივე გარბის. მას ცოდვა ეზიზღება და აღარ უნდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ღმერთი იმდენად ტკბილია და იმდენად სიტყვებას აძლევს ღმერთი მას, რომ მას უკვე ეს ყველაფერი აღარ უნდა. უნდა რომ ეს ყველაფერი მოიშოროს. ადამიანი აი ძალიან ბევრს უთქვა, შევთვის რომ ამო იცი რა, ვერ ვანებებ ცოდვას, არ მინდა ცოდვიდან გამოსვლა. იცი რატო არ უნდა ცოდვიდან გამოსვლა? იმიტომ რომ მას ჯერ ღმერთი არ შეხებია. იმიტომ რომ კი არა ღმერთს მასთან ყოფნა არ უნდა. მას ღმერთისთვის კარები არ გაუღია ჯერ. იმიტომ რომ ზოგიერთისთვის ღმერთი არის საჭიროება. საჭიროება, ჭირდება ღმერთი. ჭირდება ღმერთი რომ ავად არ გახდეს. ჭირდება ღმერთი იმისთვის რომ უახლოესი ადამიანი არ გარდაეცვალოს. ჭირდება ღმერთი იმისთვის რომ ფიზიკურად არ გაუჭირდეს და ფინანსურად არ გაუჭირდეს. ჭირდება ღმერთი იმისთვის რომ ამ ქვეყანაზე კარგად იცხოვროს. ანუ მისთვის ღმერთი არის საჭიროება. და როცა ღმერთს ადამიანის საჭიროება და ადამიანს როცა ღმერთი ჭირდება, როგორც საჭიროება ისე. როგორც კი მას ამ ეს საჭიროებიდან რომელიმე მოაკლდება, მას ესეთი ღმერთი აღარ უნდა. მე მოვოდი ეკლესიაში, დავიწყე ეკლესიის სიარული. მოვოდი, იმიტომ რომ წარმატებას მიმეღწია ამ ქვეყნიურ წარმატებას და რაღაცა მინდა რომ აი ჩემი იმაში რაც მე ავირჩი, მინდა იქ წარმატებას მივაღწიო. და მოვდივარ ეკლესიაში, მარხულობ, ლოცულობ და ამ წარმატებას ვერ ვაღწევ. რა თქმა ეგეთი ღმერთი? რაში მჭირდება ეგეთი ღმერთი? და ესეთი ადამიანი ეკლესიიდან მიდის. იმიტომ რომ ღმერთმა ის არ მიცა, რას მას ჭირდებოდა. მე მოვოდი ეკლესიაში, იმიტომ რომ ჩემი ოჯახის წევრები ყველანი კარგად ყოფილიყო, შვილი, დედა, ძმა, ნათესავი და ყველა მინდა კარგად იყოს. არ მინდა რომ მათ რამე შეემთხვეს. და ამ დროს დაავადება დაემართა ჩემს უახლოს ადამიანს, შვილს, დედას, მამას, ძმას, დას, ჩემს უახლოს ადამიანს. და მაშინ რა თქმა ეგეთი ღმერთი, მე ხო ლოცულობდი რომ ჩემ ახლობელს ესეთი რამე არ დამართმოდა. რატო დაემართა ეგეთი რაღაც? ესე იგი ღმერთი უსამართლოა, რადგან მე ამდენს ლოცულობ, აგერ მარხულობ, დავდივარ ეკლესიაში და ეს ემართება. მაშინ მე ეგეთი ღმერთი ამჭირდება. ამჭირდება ეგეთი ღმერთი. ამიტომ ესეთი ადამიანები ღმერთს იმწუჩივე საყვედურს ეუნებიან და ღმერთს საყვედურებენ. სადა ხარ ღმერთო, სად არის ღმერთო შენი სამართალი? მაშინ აბა სად არის ღმერთი? სადაა ღვთის სამართალი? მე შეიძლება ესე მომექცეს ღმერთი, მე ესეთი კარგს, ესეთი გამორჩეულს, ესეთ წმინდას, მე აგერ მარხულობ, ლოცულობ, ამდენ რამეს ვაკეთებ, აგერ ადამიანი მლანძღავს, მაგინებს, როგორ შეიძლება მე ვიღაცამ გამლაწყოს და შემაგინოს? როგორ შეიძლება მე ვიღაცამ ესე მითხრას, მე ვერ დამაფასონ, მე ვერ შემომხედო, ნახე მე როგორი კარგი ვარ, მე რამდენ რამს აგერ
ვერ ხედავენ ამას, ამ ჩემს სიკარგეს, ამ ჩემ რაღაცებს. რა თმინდა ეგეთი ღმერთი? რა თმინდა ეგეთი მეგობრები და ეგეთი ახლობლები, რომლებიც ამ ყველაფერს ვერ ხედავენ. იცი რატო არ მინდა? იმიტომ რომ ღმერთი ჩემთვის საჭიროება.